ცოტას და დავიწყებთ. დიდი მადლობა რომ აქ მოსალმებებია, ყველას მოგესალმებით. საინტერესო ადამიანები გვიყურებენ. ცოტას რამდენიმე იმას გავაზიარებ, მეც რომ სხვებსაც გქონდეთ საშუალება რომ უყურონ. ეხლა ვებატონებო.
გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ძალიან ბევრი ალბათ შეაწუხა დღის ეს რიგმა, რომლითაც მე დღეს ვაპირებ რომ თქვენთან ვისაუბრო. პასუხი ჩემს ორ უკვე ყოფილ მეგობარს და პასუხი ერთ სიტყვაში გამოიხატება მეწოდებით. მაგრამ უფრო ქვეყანა მეწოდება და ამიტომ ბედავ რომ ასე ხმამაღლა ვთქვა ბევრი რამ. და დღეს ამის შემდგომ რაც ეს გამოგვეღნა მესამეც დავემატა. ვატყობ რომ არაერთი და ორია ასეთ განწყობაზე. ამიტომ წყალგამყოფი გავლებულია უკვე როგორც იტყვიან, აქ არ არის საუბარი იმას რომ ვის უჭერ მხარს, ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის სხვა რამ. მე მამშვიდებ, მაწყნარებ და მეუბნები რომ თან მაქებ, თან მადიდებ და მეუბნები რომ ხომ ხედავ არაფერი იცვლება და მოეშვი. ესე იგი წარმოგიდგენიათ, ეს არის იდეოლოგია მტრული ქვეყნის. ხომ ხედავ რომ არჩევნები არ იქნება და მოეშვი. დაანებე ხელისუფლების ლანძღვას თავი და ბედნიერი იქნები და მაქებ მადიდებ რომ შენზე უკეთესი და ასე შემდგომ. ასეთი არაერთი და ორია, როგორც ჩანს, დღეს უკვე აპოგეას მიაღწია ამან ყველაფერმა, იმიტომ რომ იმის შემდგომ რაც გელათში ეს უმწვავესი და უსერიოზულესი დოკუმენტი მივიღეთ და გვეგონა რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ძალიან ბევრ ვინმეს დააფიქრებდა. სწორედ ის ხალხია, ვინც წაიკითხეს ეს დოქტრინა, მიხვდნენ იმას რომ თვითონ ორი ვიცი რომ ოცნების წევრია და მესამე არა, მაგრამ მე არ ვწყვეტი მათთან კავშირს და როგორც პოლიტიკაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემზე ფიქრობთ, დიდი მადლობა იმისთვის რომ თურმე მე თუ გავჩერდები ყველაფერი კარგად იქნება ჩემს ირგვლივ, ესე იგი და თვითონაც წყნარად რომ ხართ, თურმე ამის გამო ხართ კარგად, მაგრამ ვიმეორებ, ჩემთვის მთავარი ამ შემთხვევაში არ არის ბატონებო ის რომ ესე იგი ადამიანი მოთხოვო ვინმეს რომ ან ერთ მხარეს იყავი არ მეორეს. ჩვენ ვამბობთ რომ აი გუშინ იყო და გუშინ წინ ძალიან კარგი შეხვედრა იყო ბატონ ალეკო ახვლედიანთან, ჩვენ კონკურენტები ვიყავით 1990 წლის არჩევნების დროს, მაგრამ ვარ დღეს მეგობრები, მან თქვა რომ არ ვიყავი ძიმეთ ამ ხელისუფლების მიმართ და ვიყავი კარგად, მაგრამ ყველაფერს უკვე ზღვარს გადავიდნენ და მაგრამ ამ ოპოზიციასთან ვერ დავდგებიო. მესმის ეს მე უთხარი იმას რომ მესმის ხო და ამიტომ მას მიაჩნია რომ ერთადერთი მეცნიერთა კონგრესი და მეცნიერებისადმი მეცნიერებთან კეთილგანწყობილი დამოუკიდებულება. ამიტომ ეს გონიერი კაცი ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქცე, ბევრნი არიან ასეთები, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის საუბარი ასეთ ადამიანებზე. აქ ვთქვათ მე კაცი რომ მეუბნება, რომ ხომ ხედავთ რომ არჩევნები არ ინიშნება და დაანებეთ რა თავი ამას. ეხლა თქვენს ნუ ქუჩის ოპოზიციის, ჯერ ერთი ქუჩის ოპოზიცია ვინ არის? ქუჩის ოპოზიცია ხელისუფლებაშია. ქუჩის ოპოზიცია იყო, ქუჩის ხელისუფლება იყო ნაციონალური მოძრაობა, ქუჩის ხელისუფლებაა დღეს ქუჩიდან მოსულები არიან და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოსულები არიან. მე ვიყავი და ვჩები ქუჩის წინააღმდეგად, დღეს ქუჩაში ტრიბუნა არ დგას და არავითარი მიტინგები არ არის. ქუჩა იქცა ღია აუდიტორიად, სადაც ჯგუფ-ჯგუფად ადამიანები დგანან, მსჯელობენ ქვეყნის მომავალზე, ძალიან სერიოზული და ღრმაგანხილვაა. გასაგებია იქ 15-20% დგას ისეთი, რომელიც მიუღებელია ჩემთვის, ბევრისთვის, მაგრამ ახლა ჩვენ ვერავის ვერ შევცვლით, ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ისინი არიან და შეცვლას მე ამ შემთხვევაში არ ვაპირებ. მე ვამბობ მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ საქართველოსთვის, ერთად ვიყოთ საქართველოსთვის. შეიძლება ერთმანეთი ვინმეს მე არ მომწონდე, არ მოწონდეს ჩვენი პოზიცია, მაგრამ ქვეყნისთვის, ამიტომ არის ჩვენი მოწოდება მთავარში ერთობა, თავისუფალი სადაუში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. მთავარი არის სამშობლო, სადაუა პოლიტიკური ხედვა, კი ბატონო იქ ვიყოთ თავისუფალი, როგორიც გინდათ ისეთი გქონდეთ. მე არ ვიცი უფრო თავისუფალი დამოკიდებულება, როგორც მეცნიერთა კონგრესშია, სად შეიძლება იყოს და მესამე არის ყველაფერი სიყვარული, არავითარი გინება, არავითარი ლანძღვა, არავითარი ეს დამოკიდებულება, ბატონებო, არ შეიძლება ეს საქართველო არ არის გინება და ლანძღვა, საქართველო არის აკადემიურობით სავსე ქვეყანა ისტორიის, თელი ისტორიის მანძილზე და როგორ შეიძლება რომ აი ესე მდგომარეობაში და ქალები და ნუ ნახეთ ჩვენი Facebook-ი
როგორი ეჭვმეპარება რომ რომელიმე ქვეყნის Facebook-ი იყოს ისე წაბილწული როგორც ჩვენთან ესე იგი ჩვენთან ავტორიტეტს მოპოვება შეიძლება მხოლოდ იმით რომ დედა შეაგინო ვიღაცას რაღაცა უკადრებელი აკადრო უკადრებელს არავის არ ვაკადრებ ჩვენ ვაკადრებთ საკუთარ თავს როცა ვინმეზე რამეს ვწერთ ამიტომ თავარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ არის ის რომ რომელ მხარეზე გახართ და ანუ ეს თქვა თქვენი გადასაწყვეტია ადამიანი თავისუფალია მის გადაწყვეტილებაში სადაც გინდათ იქ იდეგით მაგრამ მე რომ მეუბნებით რომ ხომ ხედავთ არჩევნები არ ინიშნება და დაანებეთ თავი ამასთან მოემსგავსებით ქუჩის ოპოზიციას მე რომ გეკითხებით მე რომ თქვენ როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა არჩევნები და რომ პასუხობთ საჭირო კი არა ჰაერივითაა საჭირო და ჩვენ გეთანხმებით იმაში რომ არჩევნები ჭირდება არა პარტიებს არამედ ჭირდება ხალხს იმიტომ რომ ამ პარლამენტის პირობებში როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ ამას მელაპარაკები ასეთი შეფასება გაქვს თანაც მეუბნები რომ ხომ ხედავთ რომ არჩევნები არ ინიშნება და დაანებეთ ამაზე თავი ნაცვლად იმისა რომ თვითონაც დადგე იმ რიგებში და თუ ოცნების წევრი ხარ მიხვიდე და უთხრა რომ ხალხო თუ ჩვენ ქვეყნის პარტია ვართ დავანებოთ ქუჩაში რას ლაპარაკობენ და ქუჩაში ვინ რას გაიძახის და ვინ რას საუბრობს ქუჩაში ვის ჭირდება დღეს არჩევნები საქართველოს დღეს ხაერივი ჭირდება არჩევნები დანაშაულია დღეს ასეთი პარლამენტი ცხოვრება არა მარტო ერთპარტიულით არამედ ამ შემადგენლობით მითხარით პარლამენტში პოლიტიკოსები ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფეხმარდი ფეხით მოსიარულე სხვისი თავით და საკუთარი ფეხებით მოსიარული ადამიანების ერთობა ბიზნესმენთა ერთობა საქართველოს უკადრებელი აკადრა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი შემადგენლობა რო დაწერა პარლამენტის აი ეს შემადგენლობა რომელიც დღეს არის იქ შეიძლება 5-10% კარგი შეიძლება იყოს მე ამას მხოლოდ და მე თვითონ შემიძლია ასეთ მაგრამ არ მინდა დღეს ვისაუბრო ვინ არის ჩემი საზრით მისაღები და ვინ არა მაგრამ 5 და ის კი არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ 90% რომ იყოს კარგი 10% თუ არის ისეთი აი როგორიც არის პარლამენტში ეს არ არის საქვეყნო პარლამენტი ვისაც დღეს მიაჩნია რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი საქართველოს ესე იგი განწყობის გამოხატულების პარლამენტი საქართველოს ინტელექტუალური ესე იგი ინტელექტუალური ქვეყნის პარლამენტი ვისაც მიგაჩნიათ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ წადით ჩემი მეგობრობიდან იყავით გაეგეთ ფეხქვეშ ბიძინა ავანიშვილს მე არავითარი საკამათო თქვენთან არ მაქვს მაგრამ არც მიმეგობრებ თქვენთან არც მაქვს საერთო თქვენთან იმიტომ რომ თქვენ ზუსტ-სწორაზრზე ხართ თქვენ მიგაჩნიათ რომ არჩევნები უნდა შედგეს მაგრამ ხო ხედავთ რომ ივანიშვილი არ ნიშნავს მე ვეუბნები კი მაგრამ თუ ერთი კაცის გუნება განწყობაზეა არჩევნების დანიშვნა გინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და დგას თავჩაქინდრული რად გინდათ ბატონებო იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს სადაც ერთი კაცი ადგენს სიას ერთი კაცი მონები არიან ყველანი და მონური ფსიქოლოგია ქონა რად გინდათ ეს საქართველოა საქართველოში როგორ შეიძლება ამ განწყობით ჩვენ ხო ჩვენი წინაპრების იმ გადავხაზეთ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა უკადრებელი აკადრა საქართველოს ისეთი პარლამენტები შეარჩია უკადრებელი აკადრა საქართველოს როგორი პრეზიდენტობის კანდიდატები შეარჩია უკადრებელი აკადრა საქართველოს ბევრი რამ საქმეში არ დავიხე უკან მე არ ვარ ის პიროვნება რომ ვინმეს ველაქუცო და ამით რამე თანამდებობა მივიღო როგორც თქვენ მიიღეთ ეს ვინც მელაპარაკებოდით აი რამდენიმე რამ არის ესე იგი ნუ გალანძღავთ ნუ აკრიტიკებთ ხელისუფლებას და თქვენ განათლებული კაცი ხართ, ასეთი ხართ, ისეთი ხართ, თქვენაირი პოლიტიკოსი სად არის და იქნებით კარგად. ესე იგი თუ მე გავჩერდები, თურმე ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს მომცემს. ვისაც ბიძინა ივანიშვილის მოცემული თანამდებობა გინდათ? თქვენ ყველანი საქართველოსთვის არ ხართ. თქვენ ხართ საკუთარი კუჭისთვის, საკუთარი ოჯახისთვის და ქვეყნის წინააღმდეგ. მე არ ვიქნები ესეთი. მე ვთქვი ხმამაღლა და ვიმეორებ. ნონა გაფრინდაშვილს 2012 წელში კითხა ბიძინა ავანიშვილმა რა აზრი ხარ როგორც მოვიდა ხელისუფლებაში მაშინვე რა აზრის ხარ თემურ შაშიაშვილზეო ჩემი მთელი ცხოვრება ღირდა იმათ რა პასუხიც გაცა ნონა გაფრინდაშვილმა როგორც საკუთარ თავს ისე ვენდობიო და მეს გია ბურჯანაძისგან ამ ღვთისმიერი კაცისგან გავიგე და მინდა რომ ჯამთელად და მაგრად იყოს და რომ მივედი და ქალბატონ ნონას უთხარი მითხრა რომ მე გამომაცილა თქვენ აუცილებლად შეგხვდებოდო გამორიცხულია მე ვთხარი მე არ შევხვდები ბიძინა ავანიშვილს და როდესაც ნონა გაფრინდაშვილი საღამო იყო ივერია შენობაში და მიღება კეთებოდა
რიგი იდგა კარებთან, რომ ბიძინა ივანიშვილი მოდის და ხელი ჩამოერთმიათ. არაერთ აკადემიკოს, არაერთ ცნობილ პიროვნებას. სირცხვილი თქვენ მეთქი და წავედი უკან. და ალბათ იმ ერთგორ კაც შორის ვიყავი, ვინც არ მისულა იმ დღეს. იმიტომ კი არა რომ პატივს ავცენ ბიძინა ივანიშვილს. მონური ფსიქოლოგიის წინააღმდეგი ვარ. მონური ფსიქოლოგიის. იქედან იმ რამდენიმედან ზოგმა აკადემიკოსობა მოიპოვა, ზოგმა რაღაცა მოიპოვა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. უფალია განკითხავი და უფალია განმსჯელი და არა ბიძინა ივანიშვილი ან თემურ შაშიაშვილი ან ვინმე. ეს ყველაფერი არის სათამაშო, ესე იგი შემოგდებული ქვეყანაში. უფალთან მარტო სინდისი არის ღმერთი შენში. ეს დოსტოევსკის უნიკალური გამონათქვამია. სინდისი არის ღმერთი შენში. უღმერთო თუ ხარ, სინდისი არა გაქვს, უღმერთო ხარ. უღმერთო ხარ, სინდისი არა გაქვს. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მიმართულებითაც არ უნდა მიუდგე ამას. მე ძალიან აღელვებული ვარ. აი დღეს მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კარგ რამეს წავაწყდი ამ ბოლო პერიოდში მოყოლებული გელათიდან და ეს სიძლიერე მომყვება გელათის, აი ეს საუბრები და თანაც როდის მოხდა ეს? იმის შემდგომ, როდესაც გელათში აი ესეთი დოქტრინა იქნა მიღებული, დოქტრინაზე ამბობს, რომ ასეთი ქართული სამთავე მეუბნება მეგობარი ჩემი, ასეთი ქართული დოკუმენტი არ ვიციო, კი მაგრამ მე ვთხარი წადი მერე და დაარგე, არა მაგას ვერ გავაკეთებო მე ოჯახი მყავსო და რა გამოგიდგენია თქვენ ჩვენ სათითაოდ ვერ გადავრჩებით ხალხო. ბიძინა ივანიშვილის დაღუპავთ თქვენ და ვერავინ ვერ გადარჩება. მე გუშინ და ამ დღეებში მქონდა ძალიან დიდი საუბრები და ვარ მოხიბლული, როგორი წიგნი მოდის გველოდება წინ გურამ ქართველიშვილის. გურამ ქართველიშვილი არის გაუყიდავი კაცი. ფეხქვეშ გაეგება ყველა. გაყიდა სახლი, წავიდა თიანეთში, სოფელში, იყიდა 3 და 4 ნაკლებად, რომ ეცხოვრა ადამიანს. და რატომ? იმიტომ რომ ქვეყანა უყვარს. მე ძალიან ცოტა, მაგრამ ბატონ გურამ ცოტა შევხვდებით და თუ იქნება წინა მე ვაპირებ რომ სოფელში ჩავიდე, შევხვდე, დავილაპარაკო. ეს კაცი არის იმედის მომცემი კაცი და წიგნიც ასეთი გამოდის, ნაწილ-ნაწილ რო წავიკითხე და მინდა რომ აი ხელთნაწერში წავიკითხო როგორც იტყვიან. ისეთი რომანი მოდის რომ ძალიან ბევრი ისარი იქნება ამ იმაში და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იქნება ქართული და სამომავლო. მე ამას ვამბობ იმიტომ რომ მინდა ჩავიდე, მე ასეთ ხალხთან მირჩევნია ურთიერთობა. არ არის მარტივი კაცი გურამ ქართველიშვილი და გურამ ქართველიშვილთან ურთიერთობა ადვილი არ არის. და 1000 როგორც იტყვიან პრობლემითა ადამიანი გარშემორტყმული და ბევრი რამ, მაგრამ ქართული სული, ქართული განწყობა არ გაუწევია გვერდზე და სხვანაირად არ უცხოვრია. მე თქვენ სამივენი მეწოდებით იმის ფონზე. მე როგორ შეიძლება რომ გურამ ქართველიშვილთან მეგობრობდე და თქვენთანაც მეგობრობდე? ამას ვერ დაუშვებ. ამიტომ არ გეწყინოთ, მე გითხარით რომ უყურეთ დღეს გადაცემას და უყურებთ თქვენ ამ გადაცემას. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს როგორც მეგობრები. მე არ მინდა მეგობარი რომელიც საქართველოზე არ ფიქრობს. მე არ მინდა მეგობარი რომელიც ფეხქვეშ ეგება ივანიშვილს. ივანიშვილს ღუპავთ თქვენ ამით. მე არ მინდა პიროვნება რომელსაც დღეს მონური ფსიქოლოგია აქვს. მე ბატონი ალეკო იმიტომ ვასახდე ვთქვი რომ მან მითხრა მე არ ვიყავი ცუდი განწყობით ოცნებისადმი, მაგრამ ამ ოპოზიციის მიმართ ვეთანხმები ზუსტად ჩვენი განწყობა ამაში გადმოცემული და ის ერთიანდება იმაში, რასაც მეცნიერთა კონგრესთან მეცნიერთა ხედვა ქვია. ჩვენ ხო არავის არ ვებრძვით, ვლაპარაკობთ რომ ბიძინა ივანიშვილი ხაერი მიჭირდება ქვეყანას, მაგრამ არა პოლიტიკაში. ვისაც თქვენ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გინდათ, საქართველოს ებრძვით ამით და ბიძინა ივანიშვილის მიიყვანეთ იქამდე, რომ საკუთარი ფულით ვეღარაფერს ვეღარ კიდულობს. მიიყვანეთ თქვენ მონებმა. მონები უყვარს მას და მონებმა მიიყვანეთ აქამდე. მე განვიცდი ამას ადამიანურად, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი პოლიტიკის გარეთ იყო განუსაზღვრელი და პოლიტიკაში იყო 0 და წავიდა მანდამაის პოლიტიკაში და უკვე ეჭვმეპარება ფული იშოვა თუ მიცეს რუსეთში რომ წამოიღო საქართველოში. ეჭვმეპარება უკვე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და აკეთეთ. მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ და რასაც საუბრობ და არა ვიცი რომ არ არის ჩემთვის ეს კარგი და მით უფრო ბიძინა ივანიშვილის ყველა ლაპარაკოს მისი ახლობლები თქვენ სამივე მითხარით რომ ბოღმა კაციაო, დამიდასტურეთ. თქვენ მისი წევრები ხართ, ახლობლები ხართ, დამიდასტურეთ რომ ბოღმა კაციაო. მე გეუბნებით რომ თქვენ აქციეთ ის ასეთად. ბიძინა ივანიშვილი დაღუპა მისმა გარემოცვამ. ესე იგი აბსოლუტურად გაუცნობიერებელ კაცს
იმაში რა ქვია ქართულ რეალობაში ტაში დაიყვანეთ ზეცაში და აი ლამის ამისინ ერთ გამოვიდა ბატონი კობახიძე და დაიწყო დავით აღმაშენებლით და დაამთავრა ბიძინავანიშვილით საცხოვროთ ბატონებო თქვენ ორი ადამიანი შემოვიდა ქვეყნის გარედან საქართველოში იმაში ქართულად ვერ კითხულობენ ბიძინავანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი წიგნი არ აქვს ქართულად საკითხული მე არ ვამბობ რომ უწიგნურები არიან ქართულად და მონებად ვიქეცი ჩვენ ამ ადამიანების მე რომ ვიცოდე რომ ამ საუბრის გამო ხვალ ყველაზე დიდი უბედურება მელოდება სიცოცხლის და ყველაფრის ფასად არა დარჩეს ჩემი ნათქვამი ვიყო უფალმა განსაჯოს მე ბიძინა ივანიშვილსაც ვიცავ ამ საუბრით ვიცავ იმიტომ რომ აი ეს სამი კაცი ვნახე მე ვინც არის ეს სამი კაცი ორი ოცნების წევრია როგორც გითხარით შეიძლება მესამე არის და მალავს განწყობით არის ამის ისა აი ესეთი საუბრები რომ აი ხო ხედავთ არაფერი გამოვა არჩევნები არ ჩატარდება არჩევნები თუ არჩევნები არ ჩატარდება და თელი საქართველოს ამისთვის არ დადგება ეს იქნება საქართველოს ტრაგედია არჩევნები რომ არ ჩატარდეს დღეს მოსახლეობაში ამ განწყობას ჯერ კიდევ ესე იგი ამ განწყობას ცხოვრების უფლებას აძლევს აი ის მყвиრალა ოპოზიცია უცხოეთში რო დარბიან და ტრიბუნებით რო გამოდიან და დაასანქცირეთ ეს დაასანქცირეთ ის და ამ შემდგომ თქვენ ისეთი იმაზე უარესები ხართ ვიდრე ბიძინავანიშვილი მე ხომ ძიმეთ ვილაპარაკე მასე მაგრამ თქვენთან შედარებით ის გაცილებით ქართულია და გაცილებით უკეთესია უცხოეთში დარბი ხართ იმიტომ სიები მიგოთ და გიხარიათ რომ დაასანქცირონ და აკეთონ გამოდის გახარია და ლაპარაკობს რომ ბიძინავანიშვილი გაუნათლებელი ასეთი კი მაგრამ განათლებული იყო მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი იყავი როცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ შეცვლილა ბიძინა ივანიშვილი იყო ისეთი როგორიც არის პირიქით ცოტა უკეთესია თქვენ გახდით უარესები ბიძინა ივანიშვილმა რომ უკაცრავ მძიმე სიტყვა უნდა გამოიყენო მაგრამ ლიტერატურული რომ დაგიქნიათ ზოგიერთმა დააცა და მაგალითად იმან გახარიამ ერთი დღით დაასრო მეორე დღეს უშვებდა იმ დაასრო ერთი დღით და ხალხში რაღაც ის აქვს ან ხაზარაძე რომელიც ისინი გამომივიდნენ პოლიტიკოსები თქვენ ხართ დღეს ესე იგი როგორც იტყვიან ბიძინა ივანიშვილის მაშველი ძალა ოპოზიციის ლიდერები ვინც ხართ დღეს და ვინც ლაპარაკობ და ვინც იკრიბებით სალომე ზურაბიშვილთან თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის მაშველი ძალა რომ ხალხში ბიძინა ივანიშვილს კონდეს უკეთესი განწყობა ვიდრე ექნებოდა მაშინ თქვენ საერთოდ რო არ იკრიბებოდეთ და საერთოდ რომ მიცემდეთ საშუალებას ქუჩაში მდგომ 80%-ს წაიყვანონ პოლიტიკა და პოზიცია ისე როგორადაც ეს საჭიროა ცდები კი ბატონო ბოდიშ გიხდით მაგრამ ვიმეორებ დღეს სიტუაცია იმაზე უარესია ვიდრე გონია 1000 გზის გვითქვამს ამ გადაცემებში ამერიკა და რუსეთი მოძებნიან საერთო ენას ჩვენ ვიფიქროთ საქართველოზე ხედავთ რომ ეძებენ და მოძებნიან საერთო ენას ჩვენ ხან ამერიკას ვეგებით ფეხქვეშ ხან რუსეთს ღირსებით ვიყოთ რა ბატონებო ღირსებით ერთი მხარეა და გაეგო ფეხქვეშ და ლამის შეიხების ქვეყანა გახდება საქართველო მეორე მხარეა და ეგება ფეხქვეშ დასავლეთს ქართული დავიწყებულია ყველაფერი ამ შეიხებთან დაკავშირებით ხაერში რო არ დარჩეს მახსოვს იყო უაღრესად საინტერესო პიროვნება დიდი მსტუროა რომელსაც ურთიერთობები ჰქონდა შეიხებთან და იმერეთშიც ბევრი ვინმე გაიხსენებს ეხლა რომ ჩამოვიდნენ 94-95 წლებში, 93-94-95 წლებში შემოსავა იყო. უამრავი რაღაც საოცარამებს და მეც მეგონა რომ კარგი და მე იმდენად დიდი მამადა გაეხსნათ, რომ პრეზიდენტთან გახდა სპეციალური შეხვედრა საჭირო და შეიკრიბეთ 10-15 კაცი სხვადასხვა მიმართულების და ვთქვით, რა ვქნათ? ყველა თქვა რომ არ შეიძლება არავითარი ურთიერთობები გაღრმავდეს არაფერი, რაზეც 30 წლის წინ თქვა უარი, დღეს ხდება ეს ყველაფერი. აქამდე ვებრძოდით ინდურ სოფელს, ჩინურ სოფელს, ირანულ სოფელს, ესე იგი, რა ვიცი, ებრაული სოფლებია, რუსული სოფლებია, ყველა სოფელი ეხლა გახდა უკვე სოფელს აშენებენ და 6 მილიარდ წარმოებას აშენებს ვინმე. სამუშაო ადგილს ქმნის ვინმე. ამ სახლებს უაშენებენ ვინის ცხოვრებში
ქართველები იცლება ქვეყანა. მე გითხარით თქვენ რომ შეიხების შემოტევა იყო. მე მიმიწვიეს კიდევაც რაღაც ამ ამაზე, მაგრამ არ წავედი. არ წავედი იმის გამო რომ ჩვენ თუ ქართულ ცნობიერებას, ქართულ სულს არ შევინარჩუნებთ, თუ საქართველოში საქართველო არ გვექნება. რად გვინდა მაშინ ასე ცხოვრება? დღეს რეალურად საქართველოში საქართველოა გადასარჩენი, ქართველში ქართველია გადასარჩენი, ოსში ოსია გადასარჩენი, აფხაზში აფხაზია გადასარჩენი. ჩვენ დღეს ძიმე პროგრამა გვაქვს წინ. საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. და ამ დროს გამოჩნდნენ ადამიანები, ჩემდამი კეთილად განწყობილები, თანაც მეუბნებიან, რომ კაი რა, ბატონო თემურ, ნუ აკრიტიკებ ამ ხელისუფლებას და შენ რა მწვანე გზა გექნება. რისი მწვანე გზა მინდა მე? იყარეთ კენჭი აგერ გადაანებეთ თავი ამას, იყარეთ კენჭი და ჩვენ მოგიხმარებით იმაში. მე რისი ან თქვენი მიხმარება რა შემჭირდება? და ან რაში მე ქუთაისელებთან ურთიერთობაში თქვენი დახმარება მჭირდება? არ რაში მჭირდება ეს? იმისინდა ან კიდე ქალაქის მეროვა, მე რო თანამდებობა მინდოდეს. თანამდებობა ნებისმიერ დროს შემეძლო მიმეღო. დამწვარა ყველა თანამდებობა ქვეყანაა მძიმე მდგომარეობაში. და თქვენ თანამდებობაზე ფიქრობთ კიდე, თქვენს და ძალიან ბევრი თქვენი ახლობელი. ყველა ასეთ მეგობას, რომელიც ფიქრობს იმას, ზუსტად რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეს პარლამენტი არ არის საქართველო, ეს პარლამენტი არ გამოხატავს საქართველოს განწყობას, რომ ამ პარლამენტით საქართველოს მომავალი არ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავსაც ღუპავს და ქვეყანას, იგივე აზრზეა, მაგრამ თვითონაც ჩუმათა მიღებული აქვს კარგი ისინი, შვილი დასაქმებული ყავს საგადასახადოში, თვითონ რაღაც აგრებულოშია, ან კიდე პარლამენტთანაა სადღაც იქ არის და ეს რა გაყიდეთ ქვეყანას, სული გაყიდეთ თქვენ. სულ გაყიდულები ხართ თქვენ. როდესაც ყველა ადამიანი ასე დასვან საკითხს, ვინც ქვეყნისთვის იბრძვის, ყველა მეგობარს და ახლობელს ეთქვის. თქვენ დღეს თუ ხართ გულწრფელად ბიძინა ივანიშვილის მომხრეები, მე არ აბსოლუტურად ეს შეიძლება იყოს, კი ბატონო, არ გებრძვით, მაგრამ იგივე აზრი გაქვთ, როგორიც მე, მაგრამ მემაწყნარებთ. ნაცვლად იმისა, რომ მითხრათ, რომ ბიჭო, რა კარგი პროგრამაა, ამას კი ამბობთ, რა კარგი პროგრამაა ეს, რა კარგი მიმართვაა პარტიების, მაგრამ ეხლა კიდე ერთი ასეთი ის არის, იგივე ხალხი არ მოვლენ ბატონო ეს პარტიები, მე ვეუბნები, მე ჩემთვისაა ცუდი თუ მათთვისაა ცუდი. რას თავაზობენ მეცნიერები? 31 მარტს შევიკრიბოთ საბურამოში დიდი დღეა პირველი მრავალპარტიული ეროვნული პარლამენტის მიერ ასე იგი არჩეული უზენაეს საბჭოს მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნების და რეფერენდუმის დღეა და დავიწყოთ დისკუსია და ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამებს, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამებს და ნახეთ, იქნებ მოგეწონოთ. ამაზე თუ არ მოხვალ. ეს ვისთვისაა კარგი? თქვენთვისაა კარგი და ჩემთვის ცუდი? მე სულ მოკლე რო ვიყო, ვიტყოდი რომ ჩემთვისაა კარგი თუ არ მოხვალთ, თქვენთვისაა ცუდი. მე მინდა რომ შევიკრიბოთ. მე იქ მივარ როგორც ვთქვათ ერთ-ერთი რიგითი პიროვნება და პოლიტიკოსი. რომელი პარტიას დაწყებული ოცნებით არ მოვა. მე რა უთხრა იმ ადამიანს, რომელიც იმას მერე მხარს დაუჭერს. პირიქით ნაცვლად იმისა, რომ ეს გავიტანოთ. მე მევჟნები ბატონო თემურ მაინც არ მოვა ხალხი და რადგინდათ მიმართვა კარგია, მეთქი გადასარევია. აი განსაკუთრებით დეტალებს მეუნება რა კარგად გიწერიათ ეს ყველაფერი. მე კარგია რომ მეცნიერებას თქვით რომ ჩვენი ბრალიცაა ყველაფერი როგორ კარგად, როგორ ინტელიგენტურად. ესე ყველაფერს იწონებს, რა დოკუმენტებიც მივიღეთ, რასაც წერთ, ჩვენ პროგრამებს იწონებს. მაგრამ გეუბნება რომ ბიძინა ივანიშვილთან არ გინდა ომი. ბიძინა ივანიშვილს თქვენ უცხადებთ ომს და ორივენი თქვენ ამ ომით ებრძვით საქართველოს. მე არც ბიძინა ივანიშვილს ვებძვით, არც თქვენ. თქვენთან დავამთავრე მეგობრობა და ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. ესაა ჩემი პოზიცია. მე ამას არ შევიცვლი. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. კი, თანამდებობები თურმე ერთი შვილი იქ მაშია, რა ქვია ეს საპატრულოშია, მეორე პოლიციაშია, მე ხო ვნახე ძალიან კარგად. ეს იმიჯმეიკერები რო ყავთ ჩამოყვანილი. ძალიან ბევრი ვინმე, აი ჩვენი ქუთაისშიც პოლიციის უფროსები და სხვები რო იყვნენ. იმის ერთი შვილი იმის პოლიციის უფროსია სადღაც მეორე შვილი იქეთ წაიყვანეს. ესე იგი ავტორიტეტული ვისაც ასე თუ ისე ამა თუ იმ რეგიონში თუ უბანში ავტორიტეტი ჰქონდა, იმ ოჯახიდან ვიღაც გამოიყვანეს
და თქვენი ოჯახებით ებრძვიან საქართველოს. რა გიხარიათ ეს? მადლობა ჩემს ბიჭს, რომელმაც უარი თქვა 3000 ლარი რო შეთავაზეს აქ და ველოსიპედით დადის უცხოეთში და არიგებს საჭმელებს, რომ 20-30 დოლარი იმშოვოს დღეში. უფრო ნაკლები ვიდრე აქ ხელფას აძლევდნენ. ახალგაზრდულ იმაში ბიუროში თუ სადღაც რო იქნებოდა იმისი ოცნების და იმან უთხრა რომ მამა ჩემის წინააღმდეგ მე პავლიკ მოროზოვი არა ვარო, ბედნიერი ვარ ამით. ბედნიერი. თქვენი შვილები დაგიწინაურეს და საქართველოს ებრძვიან და ყველანი ერთად საქართველოს ებრძვით. არა ბატონებო, აღარ არის ის დრო. მე ყველაზე მეტად დღეს მანერვიულებს ეს ოპოზიცია როგორიც არის ქვეყანაში. ყველაზე მეტად და ყველაზე მეტად მაგიზიანებენ ის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, სად არის სხვა ძალა. ვეუბნებით, ძალა არის მეცნიერება. ძალა არის მეცნიერთა კონგრესი. ძალა არის მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. კი, კარგია, გადასარევია. ამათ რა უნდათ? გვარი უნდათ, სახელი უნდათ. ვეუბნები, აი ეს გვარები წაიკითხა, გადასარევია. მე არ წერია მეთქი ესენი. რატო არ დაგვიშვეს არჩევნებზე? 4 სასამართლო შედგა მეთქი. რატო? იმიტომ რომ ბიძინა ევანიშვილს ურჩიეს იმათ, რომ არ გინდათ ისეთი იგნორირება გაუკეთეთ ინტელექტუალურ ძალას და ესე იგი ეს ოლიგარქები შემოიყვანეთ. ყველა პარტია რომელმაც 5% გადალახა, ან 1%-ზე მეტი გადალახა, ყველგან ოლიგარქები არიან. გადაუარეს ქართული სულის პარტიებს. მე გითხარით წეგან ბატონი გურამის ისა და უბრალოდ მინდა რომ ამ ადამიანს ყველანაირად ჩაუკლეს სურვილი იმისი რომ აი მართლაც შეიძლებოდა რომ აი ესე იგი წინმავალი კაცი ყოფილიყო ბევრ რამეში, მაგრამ სული ჩაუკლეს, მიუვარდნენ სახში რაღაცები გააკეთეს, რაღაცები გაუკეთეს და ჩვენც ვერ დაუდეკით გვერდში ისე როგორც საჭირო იყო მაშინ. რას ტევე პირველმა იკადრა გურამ ქართველიშვილთან დაკავშირებით. ეს ამის პატიება როგორ შეიძლება ტევე პირველზე? ამის პატიება როგორ შეიძლება? ანისაც გაუკეთა პირველმა არხმა გააგზელეს საქართველოს ისტორია, ეს უნიკალური რამეები იყო და გამოუშვეს იქიდან პირველი არხიდან. და ვინც არიან იქ ძალიან კარგად ვიცი. ვინ მინდა მე ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ძალიან კარგად ვიცი ყველას. და გული მწყდება იმაზე რომ ოცნებაში, ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის ხალხის წარმომადგენლებმა მითხეს, ვინც ყველაზე ცუდები იყვნენ, ბიძინა ევანიშვილთან არიან. მხედრიანელების ყველაზე მძიმე ძალა ბიძინა ევანიშვილთან არიან. იგივეა ტელევიზია მხედრიანელები და ის სათავეში, ვინც არიან ისინი. ვაფინანსებთ საქართველოს ბიუჯეტით და უხდით ფულს. 4 წელია მეცნიერები ეხვეწებიან პირველ არხს, რომ მოგვეცით საშუალება, რომ 9 საათი რომ გამოვიტანოთ პროექტი, ამის საშუალება არ ეძლევა. და ამას ქვია პირველი არხი. მარტო ამის გამო უნდა ფიქრობდეთ იმას, რომ ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმათ ისინი ახლობლები არიან ჩვენი. და არ ვაყენებ მათ უხერხულობაში, იმიტომ რომ ისინი არ წყვეტენ ამ საკითხს. ისევე როგორც როცა ჩამოდიოდა ბუში საქართველოში. დღეს ერთ-ერთი ლიდერია პატრიოტ ალიანსის, კალბატონი ჟურნალისტი რომ იყო და შეხვედრა რომ ტარდებოდა მიხეილ სააკაშვილთან, ვისგან უნდა აეყოთ ინტერვიუები, სააკაშვილმა შაშიაშვილი გადახაზა შიგ. ეს არ გვინდაო, მე მისგან ვიცი ეს, მაგრამ ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ. დღეს არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, მაგრამ არა ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ამ პარტიებმა გააშუქეს, როგორც გააჩაღეს, არამედ საქართველოსთვის. ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეებიც რომ ვართ, ვიღაცას არ მოწონს თემურ შაშიაშვილი, შეიძლება თქვა არ მოგწონდეს, მაგრამ მეცნიერთა კონგრესის იდეებთან შეიძლება დავდგეთ ყველანი. მეცნიერები ხო თანამდებობებს არ ითხოვენ, მეცნიერები ხო პარლამენტს არ ითხოვენ, მეცნიერები ხო არაფერს არ ითხოვენ, გარდა იმისა, რომ დავწერეთ ხალხო ეს პროგრამები. ამ პროგრამას აი ასეთი პროცეული აქვს. ვინ არის ამის ავტორი? ამის ავტორი არის თეკლა მელაძე. დღეს ამერიკიდან მოვიდა ცნობა სოფტის აკადემიაში. 2 გამოცდა ჩააბარა წარმატებულად და მესამე გამოცდაზე უთხრეს აღარ არის საჭირო. ასეთი პიროვნება გვყავს, აგერ როგორც მხატვარი და როგორც ის აი გეუბნებით რა.
და რა ტანჯვა წამება აქვს გადატანილი ამ ოჯახს კიდე თვითონ არ უნდათ ისაუბრონ ამაზე მაგრამ არ აღმოჩნდა არც ბიძინა ივანიშვილის იგვლევ არამედ მე უნდა ვთქვა პირველად ეწყინებათ სახლი დაუნგრიეს მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვების გამო აჩუქა ის ტერიტორია რომელზეც ამ ოჯახის სახლი იყო დაუნგრიეს პირდაპირ ეთერში დაუნგრიეს სახლი და ამდენი ხანია თქვენ წარმოიდგინეთ ეს 2007 თუ 2008 წელია 2008 წლიდან 16 წელია ოჯახი განადგურებულია და იბძვის იმისთვის რომ ფართი წაგვართვით სახლი დაგვინგრიეთ ყველაფერი ამ ოჯახში ასეთი შვილი გაიზარდა და პატრონი არ აქვს თავისი ოჯახის წევრებს გარდა გენიოს გოგონა მოდის რომელიც თანაც ხატვარი ხო უნიკალურია პოლიტიკურად ისეთი ლონდონის ისეთი აკადემია დაამთავრა ერთი და ახლა ნიუ-იორკში მოეწყო მეორეზე ყოველგვარი ვინმეს დახმარების გარეშე აი ესეთი პიროვნება გვყავს აგერ ვინმე შეხვედრია უდესმე აი საქართველოში გვყავს პიროვნება ყველაზე ახალგაზრდა რომელიც ესე იგი იტალიაში ვენეციის ბიენალეზე ეს სოფლიოში უპირველესი ეს არის საასპარეზო მხატვრებისთვის ყველაზე ახალგაზრდაა დღემდე რომელიც ამ ბიენალეზე იყო ერთი 4 წლის წინ 21 წლის იყო მაშინ და დღემდე ლაპარაკობენ იქ რომ ეს კარგით ამერიკაში ნიუ-იორკში ორი გამოფენა ყველაზე ძვირად მისი ნახატი გაიყიდა ამ რამდენიმე ხნის წინ იმაში 15-16000 ნიუ-იორკში და ასეთი პიროვნება რომ ხავს ამას უნდა ყველანაირ პირობებს უქმნიდე იწვევდე სახლი დაუნგრიეთ მიწა წაართვით წყალი წაართვით ყველაფერი წაართვით და ამ ოჯახმა თავისი გონებით გონიერებით ნახეთ სასწაულ რამეებს აკეთებენ ისეთი ვინც კი მივიყვანე იქ და ვაჩვენე რას აკეთებს ეს ოჯახი ოჯახური ბიზნესი აქვს გაკეთებული რასთანაა დაკავშირებული წიგნთან ყველაზე პატარა წიგნი მსოფლიოში ამ ოჯახმა გააკეთა და ნაცვლად იმისა რომ ვეფერებოდეთ ამ ბავშვს თელს ოჯახს პირობებს უქმნიდნენ ბრძოლის მეტი არაფერი გაგვიკეთებია მის წინააღმდეგ და თქვენ მელაპარაკებით ეროვნულობაზე დღეს მეორე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის რომ ესე იგი ბატონი ნიკო ნადირაშვილი მელაპარაკა ნიუ-იორკიდან და ნუ ეხა ჩვენი პირად საუბარი რაც იყო ნუ ამისთვის დიდი მადლობა მას რაც ისაუბრა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო მას ჰქონდა დანიშნული გასული წლის დეკემბერში უნდა ამერიკაში უნდა გამართულიყო დიდი კონცერტი უარი თქვა ამ კონცერტზე საქართველოში ასეთი მდგომარეობა იყო და მე კონცერტი როგორ ჩამეტარებიო არ არის ბედნიერება როცა ქვეყანას ასეთი კაცი ყავს ჯერ როგორი ხელოვანია როგორი მუსიკოსია მე მთხოვა რომ ლევან შენგელიას საფლავზე ადიო მითხრა სამი სანთელი დაანთეო ეს უნიკალური პიროვნება გვყავდა ლევან შენგელია რომელიც დაიღუპა იგივე ამერიკაში საქართველოში აბსოლუტურად 0 ყურადღება მე ჩამოვიყვანე ქუთაისში როცა ვიყავი ამერიკიდან წამოვედი იქედან და აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვეს და დაბრუნდა ისევ ამერიკაში და ესე იგი ეს დიდი ქართული სულის ბუხრან მაჭავარიანის ეზოში 2 წლის წინ მან კონცერტი ჩაატარა ესე იგი სული იფიქრებდი იმას რომ აი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სადაც ვესწრებოდი კონცერტი ჩაატარა ფიქრებდი იმაზე რომ ბედნიერი არ არის ქვეყანა რომ ასეთი ხალხი ყავს ყურადღება 0 ბიძინა ივანიშვილს ვინც უმღერა და ვინც დაუჩოქა და ფეხქვეშ გაეგო ლევან შენგელია ვერ დაუჩოქებს ვერავის ნიკო ნადირაშვილი ვერ დაუჩოქებს ვერავის თეკლა მელაძე და მელაძეების ოჯახი ვერ დაუჩოქებს ვერავის და უამრავი ასეთი ადამიანი უამრავი გურამ ქართველიშვილი დაჩოქილი ღმერთმა უანახოს და ვიცი რომ ვერ ვნახავ იმიტომ რომ არ იქნება ეს მომენტი დღეს მეტროთი მოვდიოდი და შემოხვდა ჭიათურიდან ბექა ბაქრაძე მამის კულტურის სახლის ის იყო მიცნო გამოესაუბრეთ სასაული რამეები მითხრა სამი ბავშვი აი მამა გარდაეცვალა სამი ბავშვი აი ეგ ბექა თამთა და თათია თურმე ეს ბიჭი მეუნება რომ ლაურეატები იყვნენ სტიპენდიას ვაძლევდით სტიპენდიას იმ პერიოდში და ესეთი წარმატებულები გახდნენ უნივერსიტეტებში არიან
და ასე შემდგომ და რაღაც იმ. აი მადლიერებით ეს ბექა ესე იგი ბაქრაძე როგორც გითხარით უამრავი რამეა სიკეთით და ამ დღეებში წყალტუბოში ვიყავი, სამტრედიაში ვიყავი, ქუთაისში ვიყავი, სამოქალაქო ტრანსპორტით მგზავრობ, ადამიანებს ხვდები, განათებული სახე არავის არ აქვს, ყველა დამძიმებულია, მაგრამ საუბარში ხო ვხედავ განწყობას, როგორია რა არის, ნუ აი ბედნიერება არ არის ეგ, მე ამისი სამტრედიაში როგორ იყო, აი ამის თაობაზეც ვილაპარაკე, როგორ შევხვდი ხალხს და როგორ ხვდებოდნენ, არ არის ბედნიერება. ბედნიერება ხო არის ეს რომ აი ვთქვათ ადამიანებში არის მადლიერების გზნობა. სამტრედიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ მეუღლე იქედან ყავს. ყველაფერი და ამ შემდგომ ესე იგი სადაც მივედი, როგორც მივედი, კი ბატონო იქ მისი პარტიის წევრები არიან ამ იმაში და ნუ ახლა მისი პარტიის წევრები და მისი ხელმძღვანელები თორე დანარჩენი ეჭვმეპარება რომ ვინმე რაიმე კეთილს ამბობდეს. არავინ არ ყავს როგორც იტყვიან მართლის მთქმელი ბიძინა ივანიშვილს ან მართალი რო უთხრას ვინმე შეიძლება ესე იგი იმას ყველა კარები დაეკეტოს როგორც მითხრა ერთმა პიროვნებამ. კიო მეო შემიძლია უთხრა ყველაფერი, მაგრამ კარები დამეკეტება მერეო. საზომი არ არის ეს რა არის, რა დამოკიდებულება. მათ სოფელთან დაკავშირებით მითხრეს, ნუ мотивация არაფერი, ნოლი. საღამოს თვალი თელი სოფელი, ნარკომანია სოფელში ბატონებო. ნარკომანია მოდებული. პასუხი არ უნდა აგოს ყველა ხელისუფალმა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. ვინც კი იყო, კაი, მანამდე ვთქვათ რაღაც სხვა მომენტი იყო, ხომ? ეხლა დამოუკიდებელი გავხდით. ამდენი ნარკომანი რას დღეს არის ქვეყანაში? ადრე ხომ იმაში მითხრეს, ვთქვათ აი ქუთაისში და ზუგდიდში და აი ეხლა აგერ წყალტუბოში მითხრეს რომ აი ქორწილი რამე რომ იმართება, ესე იგი 1000 კაცი რომ არის ქორწილში, პირობითად ვამბობ, ნუ ეხლა 300-400 კაცი, 30-40 ლიტრა ღვინო არ ისმება და ტუალეტში შპრიცებითაა სავსე. ამ ხალხს მერე იჭერენ ჯარიმები 5000, 2000, 3000, ჯერ გაანარკომანეს. ეხლა იჭერენ და ჯარიმებს აღთევინებენ და ჯარიმები ცხოვრობს ქვეყანა. ვის შეერგება ეს? ვის შეერგება ეს? ყველა ნარკომანი, რომელიც დღეს არის საქართველოში, პასუხისმგებლობა ამ ყველა ნარკომანზე ეკისრება ხელისუფლებას. ძველს ახალს ოსის. ქვეყანაში ქურდების იდეოლოგია ქვეყანაში. ქურდებს ხელში ყველაფერი. ქუჩის ბიჭები, ძველი ბიჭები, ისინი არიან რა ქვია, საარჩევნო შტაბების უფროსები არიან. ეს არის საქართველო. ეს საქართველო გინდა ყველაფერში მეთანხმებიან ესენი. ეს სამი კაცი, რომელიც მეუბნება, რომ კი ყველაფერში სწორი ხარ, მაგრამ ხო ხედავ რომ არაფერი არ იცვლება. ყველაფერი შეიცვლება და ღმერთმა უკნას ვარ შეიცვლოს. ვინც მისმენთ ამას? აგერ ხან 80 აჩვენებს, ხან 70 ხან, მაგრამ 300-400 კაცი როგორც მინიმუმ უყურებს ეხლა ამ გადაცემას. და ვიცი რომ 10000-მდე კაცი ნახავს. საკმარისია რომ ჩვენგან 10%-მა ხვა ზეგ მაზეგ ადამიანებს ვიღაცას ვაყურებინო, დავждეთ, უთხრათ არ მოგწონ თემურშაშიაშვილი დაანებეთ თავი. რას ამბობს? არასწორს აი ამაზე ვილაპარაკოთ და მოდი საქმეს მოვკიდოთ ხელითქო. უდიდეს საქმეს გაუკეთებთ ამ ქვეყანას. უჭირს ქვეყანას. ქვეყანაში ბედნიერი კაცი არ არის, არც ფულიანი და არც უფულო. გინახავთ ამ ნაირი რამ, ესე იგი, ყველა ერთნაირად უბედურია. ფულიანიც და უფულოც. ის ერთი კაციც, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო ქვეყანა და მისი ფულის მძევლად გვაქცია, ისიც უბედურ დღეშია. და რაც ხმები გამოდის გარეთ, კიდე ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რაც გამოდის გარეთ, ტრაგედია უნდა შეგეცოდოს. თუნდაც იმით რაც ხდება გარეთ. როგორი დამოკიდებულებაა? მე ვეუბნები ამ ხალხს და ვეუბნები ძალიან ბევრი იმას, რომ დავდივარ ამ იმაში და ვეუბნები. კი, მაგრამ გამარკვიეთ მეთქი. წავედით ახლა. აი რა სიტყვა მეთქი, თქვა მეთქი ერთი რომელიმე რაიმე მითხარით, რა სიტყვა თქვა პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბიში. ჩვენ ვართ სოფლიოში პირველი ქვეყანა. რას აკეთებდა მეთქი სააკაშვილი?
გამოდიოდა იგივეს ერთნაირი ზუსტად. პატრონი ყავთ ერთი. გაიღეთ სააკაშვილის გამოსვლების საერთაშორისო დონეზე. ის უფრო მეორე ნაწილს მაინც ლაპარაკობდა რაღაცას. აქ ჩვენ პირველები ვართ ყველაფერში, წარმატებული ვართ სასაცილო ხო არის ეს? სასაცილო. ქვეყანაში სადაც 2,5 მილიონი ვართ. 1 მილიონი პენსიონერია. 700,000 კაცი დახმარებაზეა, მათხოვრულ დახმარებაზე. 300,000 კაცი თუ 400,000 კაცი ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. პრაქტიკულად 1 მილიონი მოსავლია. არაფერი ქვეყანაში არ იქმნება. ფასეულზე ღირებული. და ჩვენ ვართ წარმატებული, ეს ხო არის სოფლიოს შეურაცხყოფა. ევროპაზე წინ ვართ, ამას ლაპარაკობდა სააკაშვილი. შევარნაძესაც ჰქონდა ესენი და ერთხელ ტრიბუნიდან მითხარი, ბიჭო, ასეთი წარმატებული თუ ვართ, ადამიანი რო გამოაღებს მაცივარს, ხო უნდა იფიქროს იმან, რომ თუ 3-ჯერ 4-ჯერ წავედით წინ, 3-ჯერ 4-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. ვინ ცხოვრობს 3-ჯერ 4-ჯერ უკეთესად ამ ქვეყანაში? ვინ ცხოვრობს? ჩვენ მივიღეთ უნიკალური დოქტრინა. ჩვენ მივიღეთ მიმართვა პარტიებისადმი. არაფერს არ მოვეშვებით. ჩვენი დიდი სურვილია რომ მომდევნო წელი ამ წელს მაგრად მოემზადოთ და თელ მსოფლიოს გავაგებინოთ. და ბატონ გურამთან მივდივარ, იმიტომ რომ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით 400 წელი ეს ალკე სასაუბრო თემაა, ისიც შეიძლება დაემატოს ამას, რომ დავით შოთა რუსთაველის 850 გავიდა, ისე რომ საქართველოს ვერ გავიგეთ. 900 წელი დიდგორის ომის საქართველოში ვერ გავიგეთ. დავით აღმაშენებლის 950 წლის დავით დაბადებიდან საქართველოში ვერ გავიგეთ. 900 წელი აღსრულებიდან პირველის ნახევარზე გელათში ჩავედით 10 კაცი იყო ეზოში. ნახევარი საქართველო ქვეყნის გარეთაა. ერთ სოფელში 3000 სოფელია. 92 წლიდან რამდენი ის არის? რამდენი წელია? 92 წლიდან 36-37 წელი, ხო? 37 წლის განმავლობაში 3000 სოფლიდან ერთ სოფელში არაშენებულა უკეთესი სახლი. იმ სოფელში ნაშოვნი ფულით, ვიდრე იქ მანამდე იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე. რას ვლაპარაკობთ ჩვენ? რას ვლაპარაკობთ? სოფელი წაიშალა, განათლება წაიშალა. კულტურა სულს ღაფავს. სამეცნიერო ინსტიტუტები დაიხურა. გაძვირდა ყველაფერი, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სოფლიოში და თბილისზე ძვირი არის ბათუმი. ხაჭაპური, რომელიც 5 ლარი ღირდა, დღეს ღირს 25 და 30 ლარი და ამბობთ იმას, რომ 5-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა. კი, 5-ჯერ გაიზარდა ერთი ხაჭაპურის ფასი და თუ ადრე ერთი არის ეროვნულ პროდუქტში 5 ლარი შედიოდა ერთი ხაჭაპურიდან, დღეს შედის 25 ლარი, 5-ჯერ მეტი, 6-ჯერ მეტი. და ამას ვეუბნებით, ვატყუებთ ამ ხალხს. და გამოდიხართ კიდე ტრიბუნიდან. აბუ-დაბიში ლაპარაკობთ იმას, რომ ჩვენთან ყველაზე ადვილია ბიზნესის დაწყება. ანუ მე პატივსცემ შეიხებს, პატივსცემ არაბულ სამყაროს. მაგრამ კერდით უნდა გადავეფაროთ ყველანი ჩვენ, რომ საქართველო არავის სათარეშოდ არ იქცეს. არც რუსების, არც აზიური ნაწილი, ჩინელი იქნება, ინდოელი იქნება, ირანი იქნება, ნებისმიერ უნდა ვიმეგობროთ, ხონა არაბები იქნება. არც ამერიკის და არც ევროპის. ესაა ძნელი, ესაა რთული. მიდიხართ ეძებთ ფულს, ამ ფულზე მერე იშოვით, იმას 6 მილიონი შემოვა, 2 მილიონი ჯიბეში ჩაიდებთ, 2 მილიარდს, მილიონი კი არა, მილიარდს. და ამაზე მერე ელაპარაკებით ხალხს, რომ მოდის მილიარდები. რისთვის მოდის მილიარდები, ბატონებო, წარმოება შენდება რა მე? სოფლებს იმას ქალაქის ტიპის იმას ვაშენებთო. ბაგრატიონი ავაშენებთო და საჩიგვიძლია ამის აშენებაოდა. ეს მაინც გაგვეკეთებია რა, თანაც ფული არ ჭირდება ამას. შენებლობას რა თუნდა ხალხი ითხოვს, ხალხი უცხოეთში ცხოვრობენ ადამიანები, ცხოვრობენ კი ქართველები, რომლებიც წასული არიან, დღეს 1 მილიონი. დარწმუნებული ვარ, კარგ პირობებს თუ შეუქმნით, 100,000 კაცი მზად არის სახლი ააშენოს ქვეყანაში. და ჩვენ შეგვიძლია ერთი სადმე ადგილზე 100,000 სახლი აშენდეს და ეს იყოს
ბაგრატიონი არავით არის არაბული ის არ გჭირდება ამაში არაფერი ამ ქვეყანას ჭირდება ეროვნული ხელისუფლება ეროვნული ხელისუფლება იმეგობრებს ყველასთან და ეროვნული ხელისუფლება არავის არ გაიგება ფერქვეშ და არავის არ გააფეთიშებს ამ ქვეყანაში მომდევნო კვირაში ჩვენ შევეცდებით იმას რომ რეალურად ეს გავაგრძელოთ საუბარი ამ დოქტრინასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლომდე 10-15 მეცნიერი, ცნობილი მეცნიერი ეწვევა ყველა პარტიას და ჩააბარებს ამ წერილის მიმართვას 31 მარტის თაობაზე. ჩვენ მიმართეთ დღეს და უთხარით, აი აგერ მზად ვართ, არა გვაქვს დღეს საშუალება რომ დავბეჭდოთ და გვინდა რომ დავბეჭდოთ ეს მასალა, ვინც თუ მოგვეხმარებით, ჩვენ არ ვმალავთ ამ იმას. არ არის საშუალება, თუ მოგვეხმარებით დავბეჭდავთ ამას დაახლოებით 1 მილიონი ცალი ეს დასაბეჭდი. ნუ არა ასეთ ფურცელზე, არა ასეთი იმით, ნუ აი თქვა თუნდაც ამ ფორმით რომ იყოს 1 მილიონი ცალი რომ დავბეჭდოთ, ყველა ოჯახში რომ მივიტანოთ, ქვეყანა შეიცვლება. ამაზე ვიფიქროთ ეს როგორ გავაკეთოთ. ესაა მნიშვნელოვანი. ჩვენ მათხოვრები არა ვართ, არავის, ჩვენ ვიბძვით საქართველოს და ვეუბნებით რომ საქართველოს დაუდგეთ გვერდით. დიდი მადლობა, ვინც რაღაც პატარ-პატარა მიეხმარა ყველაფერი ტელევიზიას. ტელევიზია გამორთეს იმისი როგორც კი ხო ვთქვით რომ სამშაბათს იქნება იმისი გადაცემა გელათის კონგრესის ზუსტად სამშაბათს ამორთეს, ორშაბათს აღამორთეს, ამორთეს მაი ვიდეოდან სილკნეთ მაგიდი 1000-ნაირი პრეტენზიები წაუყენა, თურმე დღეს გახდა ცნობილი. უჩივლეს მე არც მინდა ვიფიქრო იმ ადამიანებზე რომლებზეც გვეუბნებიან უჩივლეს რომ ქართულ ფილმებს უშვებენო და ქართული ფილმები აგვიგზალეს შუქს რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გვირთავენ რატომ ბატონებო რატომ ჯერ იმ ხალხს მე ხმამაღლა მინდა უთხრა ვიზეც გარკვეულწილად ამათ გონია გვეუბნებიან გარედან მაგრამ მე ამ ხალხის მიმართ იმდენად კეთილად ვარ განწყობილი არც მინდა დავიჯერო და არც მინდა ვიფიქრო ეს და არ არის ეს ჩემი ისა, იმიტომ რომ მე არ გავბოროტდები. და მით უფრო არც არავის არ ურჩევ რომ გაბოროტდნენ. ბრძოლა გამოცხადდა ყველანაირი. ყველანაირი ბრძოლა გამოცხადდა. აბსოლუტურად ყველანაირი. ხო ძალიან კარგად ვიცი რომ არ ყოფილა შემთხვევა უნივერსიტეტში რამდენიმე უნივერსიტეტს რექტორი არ ყოფილიყო. არ მინდა დღეს გვარები დავასახელო, მაგრამ 1-2 რომელსაც წამყვანობას და ყველაფერი შევთავაზეთ, მართლაც მეგობრები არიან და არ მინდა მხალს დავცილდე. და არაფერი. არც წამოვი, იმიტომ რომ ყველა უნივერსიტეტი ერთმანეთს პირი როგორ შეკარით. და უნივერსიტეტებიდან ერთი კაცი როგორ ვერ გამოუშვით, ხელისუფლებას ეთამაშებით. საქართველო და დამოუკიდებლობა საქართველოსი უნივერსიტეტებთანაა დაკავშირებული. ხელოვნებასთან და კულტურასთანაა დაკავშირებული. თქვენ რექტორები გახდით მონები ხელისუფლების და მონებად გინდათ აქციოთ სტუდენტებიც. დაღუპავთ ამ ქვეყანას. დაიღუპებით თქვენც. ჩვენ გამოაქვეყნებთ იმ ხალხის სიას, ვინც მოდის კიდევ კონკრეტული გვარები ვინ უნდათ ხელისუფლებას სასწაულად კარგი ხალხის სიები, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ იქნება, რაც უფრო მეტად გავაგებინებთ, ერთხელ რო გამოსულიყავით რომელიმე ტელევიზიით, რომელიც თელ საქართველოზე მუშაობს, ორჯერ მეტი და საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ვინ ყველას დაუგზავნეთ ერთმა ერთი წინადადება არ აჩვენა, რომ მეცნიერება მიმართეს, რომ მოდით ჩავატაროთ, აი ვინ გინდა დაასახელეთ საქართველოს ხელისუფლებაში. და ტელევიზიებს ვხედებით, რომ და იმდენი ფული მოითხოვეს. გაზეთებმა ერთი გვერდი რომ დაბეჭდო სადმე 1000 ლარი უნდა გადაიხადო. 1000 ლარი. შიშველ ხელებიანები შეცვლიან ამ ქვეყანას. შიშველ ხელებიანები შეცვლიან ამ ქვეყანას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არავით არ უკან დახევა. ბრძოლით ქვეყანაც გადარჩება. პარტიების ავტორიტეტს გადარჩება. ბიძინა ავანიშვილის გადარჩება. მიხეილ სააკაშვილის
ისეთივე მას შედგება, ნუ გაწუხებთ ეგ ამბავი თქვენ. ნუ გაწუხებთ და ნუ გონიათ ამის ისა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფული რო არ მიუღია, მე ყველაზე USAID-ის პულსაც უბედურებად ვთვლი, სოროსის პულსაც უბედურებად ვთვლი. ვამბობდი იმას კიდევაც, რომ სოროსის ფული არ არის თავისით ხო გამოჩნდა ზუსტად, იმიტომ რომ მე კი არ ვიცოდი ეს მეცნიერული ანალიზით კეთდებოდა ამის დასკვნის გაკეთება ყველაფერი. საქართველოსთვის ტრაგიკული და საქართველოში ტრაგედია მოიტანა ბიძინა ივანიშვილის უგზო-უკლოდ ფულის დარიგება. ჩვენ ვლაპარაკობთ USAID-ის ფულზე, ვლაპარაკობთ სოროსის ფულზე და გონია რომ ბიძინა ივანიშვილის ფული აშენებს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა მილიონები რომელ პარტიებს მიცა? რომელ პიროვნებებს აფინანსებდა? ბიძინა ივანიშვილის ფულმა როგორ გააჩუმა ინტელიგენცია? იყიდა. პროგრესი გააჩერა ბიძინა ივანიშვილის ფულმა ქვეყანაში. პროგრესი. ყველა ფული რომელიც პოლიტიკაში არის დამანგრეველი. ბიძინა ივანიშვილის ფული პოლიტიკური იყო. ტაძარს აშენებდა თუ ვინმეს ფულს აძლევდა, პოლიტიკა იყო ჩადებული. აბა ქუთაისის მსახიობებისათვის ყავდა ჩვენ 6 თუ მე 8 საქართველოს ესე იგი დამსახურებული არტისტი, სახალხო არტისტი 1 ლარი არ მიუციათ. რუსთაველისაც აძლევდნენ, მარჯანიშვილისაც აძლევდნენ. სოხუმის თეატრისთვის არ მიუციათ. არ მიუციათ ჭიათურის თეატრისთვის. არ მიუციათ აი ამ თეატრებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და რაიონებში სულს გაფავდნენ. ჩვენ თვითონ 2 და 3000 თუ 5000 ლარით ჩვენ ვეხმარებოდით და რაღაცა ფეხზე დადგნენ. უნიკალური თეატრია იმაში საჩხერეში და იმისთვის არ მიუციათ. რუსთაველის თეატრს აძლევენ. ყიდულობენ ხალხს. ნუ გაიყიდებით ბატონებო. ადამიანი რომელიც იყიდება ის არაფერი არ ღირს. შირის ფასი არა აქვს მას. იონე ოქროპირის სიტყვებით უნდა დავამთავრო. თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. სისხლის ფასად, საკუთარი სისხლის ფასად, თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ვინც არ უნდა იყოს იგი. ვინც არ უნდა იყოს იგი მისი მონა ნუ იქნებით. იყავით თავისუფალი. მშვიდობა არ არის მთავარი. მშვიდობა არის კორეაში. ხშირად ვიმეორებ ამას და გავიმეორებ. ჩვენ გვინდა თავისუფალი ადამიანების საზოგადოება და თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში თავისთავად არის მშვიდობა. მშვიდობაა დღეს საქართველოში. ასე დაპირისპირებული ვარ. გამოვა ხელისუფლების წარმომადგენელი და ლამის დედას აგინებს ოპოზიციას. გამოვა ოპოზიცია და ესე იგი უტრიალებს ყველაფერს ხელისუფლებას. რა მშვიდობაა ეს? სულში არ არის მშვიდობა. სულში სისხლის შრება ქვეყანაში. ძილეთ გაიგებთ, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, დაქცეულ სისხლს პროგრესი მოქონდა. სისხლის გაშრობას რეგრესი და განადგურება. საქართველოს მოსახლეობის 90%-ში სისხლის შრება. მე არ მინდა დღეს დავასახელო, მაგრამ ერთი უნიკალური პიროვნება, რომელიც სოფელში, ძალიან კარგ სოფელში, საოცრად კარგი პიროვნება, ესეთი გაიყვანეს ახალგაზრდება სოფელში. პლანი მოაწევიეს. ჩავარდა კომაში. ოჯახში დაერია ყველას. და ხონშია. მე იმდენად პატივცემ ამ ოჯახს და ამ პიროვნებას თვითონ. წავალ მომდენო კვირაში და ვნახავ იქეთ. ჩვენ ასე ვღუპავთ ხალხს. სოფელში ნარკოტიკები გაძლიერდა ბატონებო. პოლიციის გარეშე საქართველოში ნარკოტიკი არ ტრიალებს. პოლიცია ამის პატრონი და იციან ძალიან კარგად ვინ იღებს ამ ნარკოტიკს, მერე იჭერენ რო იციან რომ იცეს, იმას იჭერენ, ჯარიმებს ახდევინებენ და საქართველოს ბიუჯეტი გახდა ჯარიმების ბიუჯეტი. მადლი აქვს დაკარგული იმ ბიუჯეტს, რომელიც ესე იგი ჯარიმებითა, მით უფრო რომ ბიუჯეტში შესული 1 ლარი ასრულებს 10 თეთრი საქმეს, დანარჩენი კორუფციულია, ჯიბეებში მიდის. გაანარკომანეს, დაიჭირეს, გადაახტევიეს ჯარიმა
და იმ ფულის 80-90% იპარავენ თვითონ. სისტემა ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ნახეთ როგორ თამაშობს ლარის კურსი. რა ფული ეს? ათამაშებენ ძალით, იმიტომ რომ ამაზე ქვეყანა ფულს იგებენ. და ბოლოს, ვისაც თქვენ გიხარიათ დასამცირება, ავადმყოფები ხართ. მე ტრაგიკულად მithვლი იმას, რომ უკვე ევროპის გზა ეკეთება ხელისუფლებას და თუნდაც არჩევნები იმიტომ უნდა ჩატარდეს და ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ უნდა გაუშვათ პოლიტიკური ასპარეზიდან, რომ ერთი დასავლეთს ეგება ფეხქვეშ და მეორე რუსეთს, ირანს, ჩინეთს, არაბულ სამყაროს და ხელისუფლება იქნება, რომელსაც ევროპაში წასვლა აღარ შეუძლიათ ამერიკაში და ივლიან არაბულ სამყაროში და სხვაგან. მე პატივს ვცემ ყველას, მაგრამ მე არ მინდა დასამცირებული ხელისუფლება ქვეყანაში. და ვისაც თქვენ შეგიძლიათ და იმის გამო, აბა როგორო ცოდვა არ არიანო რო ასაქცირებენო, ცოდვა კი არა. თვითონ მიიყვანეს სანქციებამდე საკუთარი თავი. ეს ერთი, მიუხედავად ამისა, მაინც არ უნდა აკეთებდეს ამას ოპოზიცია. მაგრამ თქვენ ბატონებო, გინდათ საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ევროპისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იქნება? გინდათ ხელისუფლება საქართველოში, რომელიც რუსულ ფულზე დაჯდა და ის 6 მილიარდი სხვისი გონიათ? არ გეშინიათ რუსეთში გამდიდრებული ადამიანების პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში? ბიზნესში იყვნენ, კი ბატონო, ქართულ პოლიტიკაში რუსეთში გამდიდრებული. რუსეთში ვერავინ ვერ მდიდრდება ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე და ქართველი ქურდების პატრონობის გარეშე. და რუსეთში გამდიდრებული ხალხი ქართულ პოლიტიკაში ესენი არიან რუსეთის ხელისუფლების და ქართველი ქურდების მსახურები. ეს ხალხი გინდათ ხელისუფლებაში? მე არა. ვისაც გინდათ, ქართველობაზე უღარი ლაპარაკებთ, მაგრად ვიყოთ, დავდგეთ ერთად, არავითარი პრობლემა ამ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ყველანი ვჭირდებით ერთმანეთს. ნუ ვებრძვით ერთმანეთს, ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის და არ ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრად ვიყოთ და გავიმარჯვებთ.